გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო და დღეს მინდა ვისაუბრო ნაცების ლოგიკაზე. რა არის ნაცური ლოგიკა, ხო? რამოდენიმე დღის წინ უყურებდი გადაცემას YouTube არხზე, მისმინე ქვია ამ გადაცემას და წამყვანი იყო ახალგაზრდა გოგო 23 წლის ანა ყავლაშვილი. ამ გადაცემაში სტუმრად ყავდა მიწვეული გიგა ბოკერია და იაგო ხვიჩია. და თავიდან ბოლომდე ნაცური გადაცემა, ანუ წამყვანი ყოველ შემთხვევაში არის ჩვეულებრივი ნაცური იდეოლოგიით მოწამლული, ვითომ ნაცია არ არის და ობიექტურია და აი ეს რაღაცა ნაცური ნარატივები მიდის ამ გადაცემიდან. რატო ვიძახი ეხა ამას, რომ ნაცია ის 23 წლის ბავშვი შეიძლება თვითონ საერთოდ ვერ ხდება, მაგრამ მაინც ნაცია. ან გააზრებულად ნაცია და უტყდება და მალავს. მოკლედ ადამიანი 23 წლის იქნები თუ 93 წლის, როცა გიგა ბოკერიას და იაგო ხვიჩიას ერთ პრიზმაში ზონავ და ხვიჩიას რო ეუბნები, რომ როგორც ბოკერიას აქვსო რაღაცები მოსანანიებელი და მიქარულიო, ისე გაქვს შენც მიქარული და მოსანანიებელიო და ერთი ხართო რა ეს წამყვანი ეუბნები. ეს არის ზუსტად ნაცობა. იაგო ხვიჩია, მე მომწონს თუ არ მომწონს თუ რა, კაი კაცია თუ ცუდი კაცია. ხვიჩია არც ხელისუფლებაში ყოფილა, არც არავინ გაუმწარებია და არც არაფერი ისეთი არ დაუშავებია, არც ამ ქვეყნისთვის და არც ამ ხალხისთვის. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. თავისი რაღაცა იდეები აქვს ამ ადამიანს, თავისუფალი ტიპია, მომწონს თუ არ მომწონს, მე მაგის შეხედულებები. ყოველ შემთხვევაში ხვიჩიას ამ ქვეყნისთვის ისეთი არაფერი არ გაუკეთებია და მერთმა დაიფაროს გააკეთოს, რომ დაჯდე და გიგა ბოკერიას დაუსვა და შეადარო რა. ხვიჩია ეუბნება ბოკერიას, რომ შენო ჯალათი ხარო რაღაცები და ეს ბავშვი არ ალაპარაკებს. არა, ის წარსული რა შუაშია და აი ჩვენ აწყოზე ვილაპარაკოთ და ის წარსული უზის იქთან წინ ბოკერიას სახით რა. და ხვიჩია ეუბნება, რომ შენ ბოკერიას რომ შენ ხარო ჯალათიო და შენ იმ რეჟიმს აპრავებდიო, რომელიც ხალხს ხოცავდაო, ეს ბავშვი ვითომ ბოკერიას ეფარება რა და რაღაცებს ეგ რა შუაშია ეხლა და ეგ ადრე იყო და აბა ეხლა ქოცებზე ვილაპარაკოთ და რაღაცები. ვაი თქვენი დედა მოუტყან მე, ვინც აი ესე შეფარულად თუ გვერდიდან თუ ირიბად თუ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის გამპრავებლები ხარ. 23 წლის იქნებით თუ 93-ის. ეხლა იმაგ 23 წლის ბავშვს მივმართავ და ვეტყვი. ამ გადაცემაში რომ ნაცები წარსული რაც იყო რა იძახის, ანუ ეხლაო მომავალზე ვიფიქროთო, წარსულიო, ყოფილა არ ყოფილა დავივიწყოთო და ის წარსული უზის იქ წინ მაგიდაზე გიგა ბოკერი. და აი ამ ბავშვს მივმართავ ეხლა არასწორი ხარ, შვილო შენ. აი მან გადაცემის წამყვანი რო ხარ. ვიღაცა ახალგაზრდა გოგო უსინდისოდ გამოიყურები მან დროს ზიხარ და ბოკერია როგიზის და ხვიჩია და ამ ორ ადამიანს თითქოს ერთ პრიზმაში რო განიხილავ და პინაზე ერთმანეთი საპირწონეთ როდებ, ან იდიოტი ხარ მართლა, ან უსინდისო ხარ. ეგ ერთი. მეორე ის რო გაიძახი წარსულიო, ეხლა ვიღაცა რომ მოვიდეს ოცნებიდან შენ გოგო ხარ, კაი ძმა დაგიჭირონ, მამა დაგიჭირონ და დედა მოუტყნან შენ ოჯახს, რა ვიცი. წაგართვან ყველაფერი რაც რამე გაქვს და ციხეებზე კიდე ცემაში კლან შენი ოჯახის წევრები რო დაიჭერო. წლები რო გავიდეს მე 10 წელი, 12 წელი და ვიღაცა მოგადგეს და გითხრას მე ქოცებზე, რომ არა, ქოცები ადრე რაც იყო. ეხლა კაი ხალხია, წარსული დავივიწყოთ და აი ქოცები კაი ხალხია, ლაპარაკი რო დაგიწყოს. მოგეწონება? სახელიც არ მახსოვს ამ ვიღაცა გოგოსი. მოკლედ რა, აი უსინდისობის, უნამუსობის და უტიფრობის ჩვეულებრივი კონცერტი მიდის რა ოპოზიციის მხრიდან. თავიდან ბოლომდე აღვირი აქვთ ახსნილი ამ დედამოწყნულებს და ყველაფერს კადრულობენ. ყველაფერი უსინდისობა შეიძლება აი ესე დაჯდნენ და შუშის სახით და თვალებით გელაპარაკონ რა ამ ბოზებმა. სხვა არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ გიგა ბოკერიას და იაგო ხვიჩიას
ერთმანეთთან შედარება არის ყლეობა. ნაციონალური მოძრაობის წარმოჩენა ისე თითქოს რომ აი წარსულში რასაკეთებდნენ იმას მნიშვნელობა არ აქვს და მომავალში უნდა გავიხედოთ და აი ეს წარსული ნაცები უნდა მოვიდნენ თურმე ხელისუფლებაში, ესაც ყლეობაა და ვერ ეღირსებით მაგას და აი ამ ახალგაზრდა გოგოს რომელიც ამ გადაცემის წამყვანი იყო, აი ამ თაობის წარმომადგენლებს მიმართავდა. იქ იმ გადაცემაში ხვიჩი აუბნებოდა, რომ აქ რომ ეძახიო, ისტორია მაინც წაიკითხეო და რაღაცის აზრზე მაინც იყავიო აქ რაღაცებს რომ მეტიპებიო და სწორს ეუბნებოდა რა. თუ გეზარებათ 5 და 12 და 15 საუკუნის წინ ისტორიის ზეგნა ნაცები ხო შორს არ იყვნენ თქვენ დედამოტყნულებო 13 წელია იმის მერე გასული. გადახედეთ, შეხედეთ რას შვებოდნენ, რა უქნეს ან ქვეყანას, ან ხალხს და სირცხვილია. თქვენს აი ახალგაზრდები ხართ თუ ძველგაზრდები, ვინც ნაცებს აპრავებთ, თქვენ იმაზე უარესი დედამოტყნულები ხართ და იმიტომ არის რომ თქვენ ჩვენი საზოგადოების არც ნდობა გაქვთ, არც მხარდაჭერა, აი ვინც ნაცებს გაეკარებით, ყოველთვის ყველა ეგრეთ ჩაყლევდებით, როგორც აი ახლა ხართ სრულად ოპოზიცია ჩასირებულები. ეს არის ის თქვაც მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით და მე ზუსტად ვიცი და იმედი მაქვს რომ ამ ქვეყანაში მოვა ძალიან მალე ის დრო რომ ნაცები და ბოკერიები და ვიღაცა პროჭები ტელევიზიებში იჯდნენ და თავიანთ რაღაცა კაი კაცობაზე კი არ ლაპარაკობდნენ ეს ნაბოზრები ქუჩაში ცხვირს ვერ გამოყოფენ და ამათ პატიება აღარ ეკუთვნით ამათ რომ ვაპატიეთ ერთხელ ის პატიება ჩაგვითვალეს რაღაცა გოიმობაში, სისუსტეში და იმიტომ არის რომ დღეს ამ დღეში არიან, რა დღეშიც არიან. ასე რომ ნაცების პატიება აღარ იქნება და ნაცებს ერთხელ და სამუდამოდ ყველა ჩვენ სულიად საზოგადოება ამ ქვეყანაში დავასრულებთ, დავამთავრებთ და დედას მოუტყნავთ ისე როგორც ეკუთვნით. ამის თქმა მინდოდა დღეს აი ამ რაღაცა ნაცებზე და ნაცების პრობკა ვიღაცა ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითომ არ არიან ნაცები და ვითომ აი ნაცებთან ვითომ ოპონირებაში შედიან და რაღაცებს ცირკაჩობენ. სირცხვილია, აი უნდა იმ ბავშვს უნდა ცხვენოდეს ახალგაზრდა გოგო ზის იქა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იაგო ხვიჩიას რომელსაც რა ვიცი რა დაუშავებია რა გაუკეთა ამ ქვეყანას ან ხელისუფლებაში იყო ან ძალოვანი იყო ან ვინმეს რამე თუ დამართა რასაც ლაპარაკობს ეს კაცი კარგს იძახის თუ ცუდს იძახის არ ვირეშმაკობს და რაც არის იმას იძახის და მოგწონს არ მოგწონს არ გატყუებს და რაღაცა პოზებში არ გიდგება ამ ნაბოზრებულით და ამ იაგო ხვიჩიას ადარებს იმ დედამოტყნულ ჯალად და ბოროტ გიგა ბოკერიას რომელიც ტვინიც და ყველაფერი იყო ნაციონალური მოძრაობის ბოროტობების და აშს უკრავდა და მოსწონდა და ამ გადაცემაშიც აპრავებდა რომ ჩვენო ის პოლიტიკაო ეგრე უნდა მოქცეოს სწორად მოვიქეცითო რა რაღაც ყლეურად რო ლაპარაკობს თავის რაღაცა მიმიკებით იჯდა და ბაზრობდა რომ ის ხალხიო ვინც ხოცეთო კრიმინალები იყვნენ უყურეთ ამ გადაცემას რა ის დასახოცები იყვნენ და სხვანაირადო თუ ძლიერი ხელი არა კრიმინალთან ვერაო და რაღაცებს ყლეობდა ეს დედამოტყნული ეს მოკლედ ეს არის რის თქმაც მინდოდა და დღეს დაგემშვიდობებით ამით